ახლო აღმოსავლეთში წარმოებულმა სამხედრო მოქმედებებმა ბაზარზე მნიშვნელოვანი ძვრები გამოიწვია. ბრენტის ტიპის ნავთობის ფასმა მხოლოდ 3 დღიან ჭრილში საშუალოდ 30%-ით იმატა ბარელზე $100 გადააჭრბა და ბოლო 14 წლის განმავლობაში დაფიქსირებულ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. ექსპერტების თქმით, მსგავსი შოკი კრიტიკულად აუცილებელი ნედლეულის სექტორს 2022 წლის თებერვალში უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგაც არ განუცდია. ამჟამად განსხვავებული ვითარების მიზეზი მეტწილად არის ირანის ქმედებები, მიიტანოს იერიშები სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში მდებარე, რაც შეიძლება მეტ ნავთობგადამამუშავებელს უბიერთსა თუ საცავზე. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმა თეირანმა განახორციელა ბაჰრეინზე. შექმნილი მდგომარეობის გამო 9 მარტს სამეფო ქვეყნის ნავთობ კომპანიამ ტვირთების გადაზიდვაზე ფორს-მაჟორული მდგომარეობა გამოაცხადა. ექსპერტები შიშობენ, რომ თეირანი ამ ფორმით ცდილობს სათავისოდ გამოიყენოს მდგომარეობა და ნავთობ სექტორზე არსებული ვითარება ომში შანტაჟის მექანიზმად გამოიყენოს. ფასების მკვეთრი მატება დაკავშირებულია ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვასთანაც. ეს საზღვაო მარშრუტი სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან მსოფლიოს ნავთობის 20%-ზე მეტს, ანუ დაახლოებით 15 მილიონ ბარელს აწვის, ასევე გათხევადებული გაზის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. სოფლიო ლიდერები და კონკრეტული სახელმწიფოები ახლა ფიქრობენ, როგორ გაუმკლავდნენ არსებულ მდგომარეობას და რა ფორმით მოაქციონ ომისგან გამოწვეული ეკონომიკური შოკი სტაბილურ მდგომარეობაში. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ უცნობია რამდენხანს გასტანს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო დაპირისპირება და რამდენად გამწვავდება ის. დონალდ ტრამპი კი დარწმუნებულია, რომ ეს არის მოკლევადიანი რყევები. ნავთობის მოკლევადიანი ფასები, რომლებიც სწრაფად დაეცემა ირანის ბირთვული საფრთხის განადგურების შემდეგ. ძალიან მცირე ფასია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მსოფლიოსთვის, უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. მხოლოდ სულელები თუ იფიქრებენ სხვაგვარად. პარალელურად დიდი შვიდეულის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები ნავთობის სტრატეგიული რეზერვებიდან ერთობლივი გამოშვების საკითხზე სამჯეროდ საგანგებო შეხვედრას გეგმავენ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ბაზრის მდგომარეობის დასტაბილურებას და ფასების ზრდის შემცირებას. მსგავსი პოლიტიკა დიდი შვიდეულის სახელმწიფოებს წარსულშიც მსგავსი კრიზისული მდგომარეობის დროს არაერთხელ გამოუყენებიათ. ნავთობის ფასებზე ამჟამინდელმა ზრდამ კი მსოფლიოს მრავალ განსაკუთრებით კი იმპორტ დამოკიდებულ სახელმწიფოებში საწვავის ფასების მატება გამოიწვია, რის გამოც გასამართლებლობთან მძღოლები ავტომობილების ავზების ავსებას ცდილობენ. ადგილობრივი ხელისუფლებებიც და ექსპერტებიც მოუწოდებენ მოქალაქეებს მეტად გონივრულად გამოიყენონ ქვეყნებს შიგნით არსებული რესურსი, რათა ხელოვნურად არ შეიქმნას დეფიციტი, რამაც შესაძლოა ჯაჭვისებრი ეფექტი გამოიწვიოს და სხვა პროდუქციაც გახადოს ძვირად ღირებული. ფასები იზრდება ბუნებრივ აირზეც, მას შემდეგ რაც კატარმა ოფიციალურად შეაჩერა გათხევადებული ბუნებრივი აირის წარმოება, ევროპაში 45%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მეგავატ საათზე 46 ევროს შეადგენს.